ცხადია, უშუალოდ კანონით, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობაა, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მზიამაღლობელი არის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარი, ის არის უკანონოდ დაკავებული, მას კანონდარღვევა არ ჩაუდენია, აქ ხა რაღაც ძალიან ბევრი საუბარი იყო, რომ ჩაუდენია თუ არა, მასალაში არც ერთი ტიპის დანაშაული მას არ ჩაუდენია, ის არის აბსოლუტურად უკანონო ციხეში და ის არის პოლიტიკური პატიმარი და მისი საპრობილეში ჩასმაც განპირობებული იყო იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კონკრეტული გზავნილი გაეგზავნა მედიისთვის, ხომ, რომ კიდევ ერთხელ შეეშინებინა, დაეშინებინა მედია საშუალებები და ეთქვა, რომ აი ეს შეიძლება დაგემართოთ თქვენ და არავინ არ არის ესე იგი დაცული ამ სიტუაციაში, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად დროებითი და აი ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, დაწყებული ივანიშვილით და დამთავრებული ყველა იმ ადამიანით, რომელიც აღასრულებს მის უკანონო ბრძანებებს. ეს არის პროკურორი, ეს არის მოსამართლე, ყველა ეს ადამიანი, ხომ? იმიტომ რომ ისინი ყველა ეს ადამიანი ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს და მათი პასუხისმგებლობა ნამდვილად დადგება ამ ქვეყანაში. ქალბატონო, ასევე მინდა გკითხოთ ამ პროცესებზე, ამ პროტესტზე. უწყვეტი პროტესტი უკვე 60 დღეა გრძელდება და გარდა უწყვეტი პროტესტისა, რა გეგმები არსებობს? არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ვიცით, პრეზიდენტთან კოორდინაცია გაქვთ, მუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, რა ნაბიჯებს გადადგავთ, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე, იმისთვის, რომ მხარდაჭერა მიიღოს ქართველმა ხალხმა უფრო მეტი. ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ამ პროცესში ჩვენი როლი გქონდეს და ჩვენ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ და ეს გავაკეთოთ ძალიან კარგად. პირველი არის, რა თქმა უნდა, ამ დაკავებულების დაცვა, ხომ? და იცით, რომ ჩვენი ადვოკატები იცავენ როგორც ადმინისტრაციული წესით, ასე ვთქვათ, დაჯარიმებულებს, ასევე სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ ვინც არიან ამ პირებს და ამ დაცვას ჩვენ გავაგრძელებთ. გარდა ამისა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შევაგროვოთ აი ამ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ხომ? ანუ იმ დარღვევებთან დაკავშირებით თუ რას ჩადის ხელისუფლება, რას ჩადიან კონკრეტული პოლიციელები, კონკრეტული მოსამართლეები, კონკრეტული პროკურორები და როგორ მონაწილეობენ აი ამ სადამსჯელო ოპერაციაში. ამიტომ თქვენ იცით, რომ ბევრი კვირის განმავლობაში ჩვენ ვატარებთ ბრიფინგებს, სადაც ვაცხადებთ და საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციებს ზუსტად აი ამ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთი არის ივანიშვილი, მისი პოლიტიკა და მეორე არის კონკრეტულად ვინ ასრულებს ამას, იმიტომ რომ ზოგი ერთვება ამაში და ზოგი არა და ვინც ერთვება ამ ყველაფერში, ხო? ისიც არის აი ამ ზუსტად სადამსჯელო სისტემის ნაწილი, ამიტომ საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, სახეზე უნდა იცნობდეს აი ამ ადამიანებს და მესამე მიმართულება არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მათთვის არა მხოლოდ ზოგადად არის საინტერესო თუ რა ხდება ქვეყანაში, არამედ ასევე საინტერესოა რა პროცესები მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ, ანუ რომელი ინსტიტუცია როგორ მოქმედებს, ვიცით რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის მიტაცებული და შესაბამისად ამ უწყებების ხელმძღვანელები და კონკრეტულად ამ უწყებებშიც არსებული პირები ვინ არიან, იმიტომ რომ აი ესეთი დაკონკრეტებული ინფორმაცია მათთვის არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათი მხრიდანაც იყოს რეაქცია, ხომ? და თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე მოსამართლეს დასანქცირდა მაღალჩინოსნებით შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ პირებზე, რომლებიც არღვევენ კანონს, ძირს უთხრიან საქართველოს მის ევროპულ მომავალს და ჩართულები არიან საკუთარი მოქალაქეების წამებაში და მე მგონია, რომ ეს პროცესები გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და აი მართლა არავის არ დავტოვებთ გულწრფელად გეუბნებით, აი არავის, ვინც კი ამაში არის ჩართული, ეხლა ამას დაემატა კიდევ საჯარო სამსახურები, ხო, იქიდანაც უკანონოდ უშვებენ ადამიანებს, აი ვინ არიან ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც უშვებენ უკანონოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ 78 მუხტს ქვეყნის კონსტიტუციას და ვინც გაემიჯნა ამ ძალადობას, ხო? ამიტომ ეს ინფორმაცია გროვდება და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველა გაიგებს ამ ადამიანების შესახებ.